ისრია იყო. ასევე ერთი ორიენტირი, ეშვი ყველა მიცით. აქ რა არის ეშვის ყელი, ხო? კბილის. ალვეოლის კიდი და ნახეთ აქედან უკვე დიზია. 3.5 სანტიმეტრით ზემოთ. ესეც არის ერთ-ერთი ორიენტირი. მე ვთვლი ყველას, რომ შენ რომელიც გინდა, იმით შეგიძლია იხემძღვანელო. გასაგებია? ესე იგი, პირველი ორიენტირი უფრო ხშირად ამას ვიყენებს და ბევრი იყენებს. თვალბუდის ქვედა კიდის შუა წერტილს იპოვი 0.5-0.8 სანტიმეტრით ქვემოთ და 0.5 სანტიმეტრით შიგნით. ერთი ორიენტირი. ყვრიმალ ზედაყბის შეერთების ადგილი, ანუ ნაკერი, მისგან 0.5 სანტიმეტრით შიგნით და 0.5-0.8 ქვემოთ. უნდა იყოს ეს ხვრელი. შემდეგ გავატარე მენტალურ ხვრელზე ზემოთ სადგაივლის რომელი კბილის შუაში მეორე პრე და ეს ვერტიკალური ხაზი გაქვს, კი ბატონო თუ ეს გინდა მანდა მაინც და შემდეგ რომელი კბილის ალვეოლი ხო ეშვის რა გვირგვინიდან კი არ გადაზომოთ გვირგვინიდან რო გადაზომოთ ვარიანტი არა ვერ მოხდები სხვაგან ხარ ესე იგი ეშვის ალვეოლის კიდი ანუ ყელიდან ალვეოლის კიდი აი ეს სადაც არის მისგან რამდენიც 3.5 სანტიმეტრით ზემოთ მდებარეობს თვალბუდის ქვედა ხვრელი აქ რომელი ფოსოა ეშვის ფოსო გაგიგიათ ეშვის ფოსო ეშვის ფოსოზე ხელს რო დაიჭერ ძალიან მტკივნეულია იმიტომ რომ მანდ გადის ზუსტად თვალბუდის ქვედა ნერვი კიდე თვალბუდის ქვედა არტერია და ვენა აქ ბატის მცირე თათს ეძახიან მაგას ბატის დიდი თათი რომელია საჩვენებელი თითით ესე ვიწყებ ანესთეზიას მოვსინჯე ქვედა თვალბუდის ქვედა კიდეზე რა არის ბილი ქსოვილები შემდეგ ვიპოვე მისი შუა წერტილი და ეს თითი აქ დავტოვე რომ ამიდან უნდა ჩამოვზომო უყურებ ნახეთ ვიპოვე არ დაგაჭერ მოდი ვიპოვე შუა წერტილი და ეს თითი აქ მაქვს გაჩერებული რომ აქედან რა უნდა გადმოვზომო 0.5-0.8 ქვემოთ და 0.5-ით საით შიგნით. ეხლა ეს რო დავიმახსოვრო, ნახეთ თითით სერათით რას ვიზავ. აი ესე ვარ. თქვენ აქედან შეხედეთ, იმათ ისე დავანახოთ. ნახეთ ბავშვებო ჯერ ამაზე გაჩვენე. ესე იგი მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით დავაფიქსირე თვალბუდის ქვედა კიდეზე შუა წერტილი, ხო? ამ შუა წერტილიდან ხო უნდა გადმოვზომო 0.5-0.8 საათ ქვემოთ 0.5-ით შიგნით და აი რო გადმოვზომე სადაც მგონია რომ ეს ხვრელი უნდა იყოს აი ეს ცერა თითი რა ვქენი დავტოვე რომ ვიცოდი ესე იგი აქ არის წესით ხვრელი გაიგო ყველა შენ გაიგე შენ შეხედე ესე იგი ნახე მოდი აი ნახეთ ესე დავაფიქსირება გვაქვს ჩვენ აი ესეთი ეხლა ჩხლეთის წერტილი სადამ აქვს პირველად. ჩხლეთას ვაკეთებ სავარაუდოდ ხვრელიდან, ანუ ეს სადაც გონია რომ ხვრელი არის, მისგან 0.5-1 სანტიმეტრის დაშორებით, ნახოთ მითხარით საით დავაშორე. ხო. საითკენ ანუ მედიალ. ბავშვებო, ესე ვერ მიაგნებ იმ ხვრელს. ესე იგი, სავარაუდოდ სადაც ხვრელი უნდა იყოს, მისგან დავაშორე ან 0.5 სანტიმეტრი, ან 1 მედიალურ მხარეს, ანუ ცხვირისკენ, შიგნით, აი აქ დავაშორე, გავაკეთე რა, აქ ხო არ ბილიქსოვილები, ვუჩხვლიტე, ნემსი რას უნდა შეეხოს? აუცილებლად, ყველა რეგიონული ანესთეზიის დროს, ნემსი თუ არ ეხება ძვალს, ესე იგი არ აკეთებ შენ იმ ანესთეზიას. ვუჩხვლიტე, გავჩხვლიტე აქ, რაც კი ბილიქსოვილებია, ნახეთ, ლოყის კუნთის ყველა რბილი შევეხეთ ძვალს. ეხლა რა დავიწყო თანდათან ეგრევე. ცოტა თორე აქსის წარყვები დაგიზიანდებათ. დავიწყეთ დახურა და უნდა ეხლა ეს ხვრელი მოვძებნო. ამ ხვრელამდე მივიდი, ანუ თან ვეძებ ამ ხვრელს. ნემსის მიმართულება როგორია? ესია? არა. ქვემოდან ზემოთ მივდივა. მერე წინიდან საით ეს ხო წინაკბილი წინიდან საით ვეძებ უკან და გარეთ რას ქვია იცით ეს ხვრელი აი ცოტა ზედა პირისკენ იხსნება სიღრმეში კი არ მიდიხარ ნახე ბავშვებო ასე ვეძებ ნემსის წვერით ნახე აი ესე
და არა აი ეს სიღრმეში რო წახვალ. ანუ ქვია რომ იხსნება გარეთ. ვიმეორებ მიმართულებას. ვუჩხრით 0.5 სანტიმეტრით შიგნით, შევეხეთ ზვალს, დავიწყებ დაღვრა საანესთეზიო ნივთიერების, მივცოცავ ზვალზე ან ზვალთან კონტაქტით, როგორც გინდათ ისე თქვით და მიმართულებაა ქვევიდან ზევით, შემდეგ წინიდან უკან, შიგნიდან გარეთ. აი ვეძებ ესე გარეთ, ან ნიმსის წვერი ცოტა ესე გარეთ მაქვს და არა ეს. როგორც კი ნიმსის წვერი ამ ხრელში მოხდება, ნახე? ჯერ ერთი იგრძნობ ხელით, რომ ჩავარდა, ნახე? ხრელია საკმაოდ. ანუ ნიმსის წვერი რომ მოხდება ხრელში, რას იგრძნობ, რომ ჩავარდა რაღაც ხრელში, მაგრამ პაციენტს აქვს რეაქცია. ტკივნეული შეგრძნება ზედა ტუჩში, უცებ შეიძლება თქვას, რომ ვაიმე, ზედა ტუჩში ამ დროს იცის ტკივნეული შეგრძნება. ჯერ არ არის ნერვი გათიშული, გასაგებია და ზედა, ქვედაზე არ არის საუბარი. როგორც კი ნემსის წვერი მოხდება ხრელში, არ წახვიდეთ შიგნით ჯერ ნემსით, არსად. დაღვარეთ 1 მილილიტრი ანესთეტიკი, აუცილებლად და ამ ხრელში. და შემდეგ შევალ 1 სანტიმეტრზე, ანუ სად შევედი თვალბუდის ქვედა, რაში? არხში. იქ რო შენ შეხვიდე 1 მილილიტრი რო აქ რო მოხდება ნიმსის წვერი და არ დაღვარო და წახვედი, იქ ნერვი გათიშული არ არის, შეიძლება ადამიანი გაგიჟდეს, ანუ წარმოიდგინე, არხში 1 სანტიმეტრზე შეხვედი მშრალად. წარმოიდგინე ნერვში, იქ სადაც ნერვი გადის, რომელზეც ანესთეტიკი არ მოხვედრილა და არის ძალიან ტკივნეული. ამიტომ, როგორც კი მოხდა ნიმსის წვერი ხრელში, დავღვარე 1 მილილიტრი, შევედი რამდენზე? 1 სანტიმეტრზე თვალბუდის ქვედა არხში და იქაც 1 მილilitrს დავღვრი. ანესთეზია დადგება 2-3 წუთში. მაქსიმუმი 5 არც უნდა. გავიგეთ? ვინ ვერ გაიგო? ესე იგი, მთელი სიღრმეები განსაზღვროთ. ამას კაი ორიენტირებს ისწავლეთ. ჩხლეტას ვაკეთებ სავარაუდო ხრელიდან 0.5 სანტიმეტრით შიგნით, ანუ მიდიამურად. არ დაგავიწეთ, ძვალზე უნდა მოხდე, ანუ გაჩხლეტო ყველა რბილი ქსოვილი, იწყებ დაღვრას, მიდიხარ და ეძებ ხრელს. მიმართულებაა ქვევიდან ზევით, წინიდან უკან, შიგნიდან გარეთ. ეხლა ნახეთ, მოხდა ნემსის წვერი ხრელში. შეიგრძნობ თითებით, ხელით, ნემსი რო ჩავარდა და პაციენტს აქვს რა, რომელ ტუჩში დედა ტუჩის არეში ტკივილის შეგრძნება. ეხლა რა გავაკეთო? 1 მილილიტრი. დავღვაროთ 1 მილილიტრი, რომ ნემსი სიღრმეში უნდა შევიდე თვალბუდის ქვედა არხში და იყოს უმტკივნეულო. დავღვარე 1 მილილიტრი, რამდენზე შევიდე? 1 სანტიმეტრზე და რა ვქნა რომ შევიდე? 1 მილილიტრი დავღვარ. ისე იგი მინიმუმ 2 მილილიტრი თვითონ აქ დასახვრელად კიდე ცოტა მეტი უნდა იყო, რომ გზადაგზა რაკნა დაღვარო. 3 არ უნდა. გზადაგზა ბავშვებო ღირს გზადაგზა დაღვრი 0.2 მიხვდი? 9 მილილიტრი კერნოდა. ეხლა რატო უღვრით თანდათან? ეხლა რა გავაკეთო, ნახე. სერათითით გადავწიე რა? ტუჩი, საკმაოდ. ტუჩი გადავწიე და იცი რომელი კბილები მჭირდება? ცენტრალური საჭრელი და ეს რომელია? გვერდით. ცენტრალურ და გვერდით საჭრელს შორის, აი მაგათ შორის ავყვები, ან გარდამავალ ნაოჩში უჩხვლიტავ, ან უმჯობესია ტუჩი საკმაოდ გადაწიოთ შეგიძლია, ანუ ძალიან სუბუქად არ უნდა. და ნაოჩს ასწდი და ტუჩის სისქეში უნდა უჩხვლიტავ. ხო აქ რბილი ქსოვილები. ოღონდ, ესე იგი, სერათითით გადავწიე ტუჩი. შემდეგ რა ქვია, საჩვენებელი თითით მოვსინჯე, რომელი ის არის ეს? ცენტრალურ და გვერდითის საჭრელის შუა ადგილი, უჩხვლიტე ან გარდამავალ ნაოჩში, ან ტუჩის დრაში სისქეში, აი სადღაც აქ. და ნახე, იგივე მიმართულებით უნდა დაიწყე დაღვრა, ძვალს უნდა შეეხო და მიდიხარ ქვევიდან ზევით, წინიდან უკან, შიგნიდან გარეთ, ეძებ ამ ხრელს. მოხვდი ხრელში, დაღვრი 1 მილილიტს, შეხვალ 1 სანტიმეტრზე დაღვრი, მაგრამ ესე უფრო რთული მოსაძებნია. გასაგებია? და როცა გარედან კეთდება, მიმართულებებს ყველაფერს უფრო ადვილად შეიძლება ვიზუალში აკონტროლებდე. თუ გინდა შიგნით, მაგალითად